მარტოობის 100 წელიწადი გაბრიელ გარსია მარკესის რომანია, რომელიც ბუენდიების საგვარეულოს 100-ლოვან ისტორიას გვიყვება. ხოსე არკადიო ბუენდია და მისი ცოლი ურსულა ტოვებენ ძველ საცხოვრებელს და დაარსებენ იზოლირებულ სოფელს მაკონდოს. სოფელი თავდაპირველად თითქოს 60 დღეს გავს, მშვიდი ბუნებასთან შერწყმული და ცივილიზაციისგან მოწყვეტილი. მაგრამ ოჯახის მეთაური ნელ-ნელა ებმება ალქიმიისა და აღმოჩენების მანიაში, რეალობას შორდება და ბოლოს სიგიჟემდე მიდის. ბუენდიების შვილები და შვილიშვილები განსხვავებული ხასიათის ადამიანები არიან, თუმცა მათ ერთნაირი ბედი აერთიანებთ მარტოობა. პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია მრავალ სამოქალაქო ომში მონაწილეობს და სახელს იყვეჭს, მაგრამ შინაგან სიცარიელეს ვერასოდეს ავსებს. სხვები სიყვარულში ეძებენ ბედნიერებას, თუმცა მათი ურთიერთობები ხშირად ტრაგედიით სრულდება. ოჯახში სახელები ხოსე არკადიო და აურელიანო თაობიდან თაობას გადაეცემა, თითქოს ბედისწერაც მათთან ერთად მეორდება. დროთა განმავლობაში მაკონდო იცვლება, იქ მოდის რკინიგზა, უცხოელები და ბანანის კომპანია. სოფელი კარგავს პირვანდელ სიწმინდეს, მუშათა გაფიცვა სისხლის მხრით ჩახშობილია, თუმცა ეს ტრაგედია თითქოს კოლექტიური მეხსიერებიდან ქრება, როგორც ბევრი რამ ბუენდიების ცხოვრებაში. ოჯახს მუდამ დასდევს შიში ინცესტისა და წყევლის, რომ ახლო ნათესავების შთამომავალს შეიძლება ღორის კუდი ჰქონდეს. საბოლოოდ ეს შიში რეალობად იქცევა. ბოლო ბუენდია კითხულობს წინასწარმეტყველურ ხელნაწერებს და იგებს, რომ მათი მთელი ისტორია წინასწარ იყო დაწერილი და მათი განადგურება გარდაუვალი იყო. ქარიშხალი ანადგურებს მაკონდოს და ბუენდიების გვარიც ქრება. რომანი გვიჩვენებს, როგორ იმეორებს ადამიანი საკუთარ წარსულს, როგორ ვერ გაურბის ბედისწერას და როგორ იქცევა მარტოობა თითოეული ადამიანის ცხოვრების მუდმივ დანამგზავრად.